გამარჯობა. ჩვენს ძველ რუტინას დავუბრუნდით. ჩაიარა ქორწილის ამბებმა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მაგრამ ამაზე მოდი მე მოგიყვებით. ეხლა მინდა გაჩვენოთ ახალი ნივთები, რომლებიც შევიძინე შავ პარასკევს. ჩამოვიდა ულამაზესი ბოტასი და ბოტასი რა იქნება თუ არა სალომონი, იმიტომ რომ ბოლო წლებია სულ სალომონის ბოტასებს ვყიდულობ, იმიტომ რომ გიждები, ყველაზე კომფორტულია, გემრიელი, ლამაზი დახვეწილი და აი არ ვიცი, ჩემთვის იდეალური ბოტასია. ოღონდ ამჯერად შევუკვეთე სალომონის არა XT6, არამედ XT Whisper ქვია. ამ მოდელს ულამაზესი მოდელი არის, ესეც არასდროს მქონია. ძალიან მომწონს. აქამდე სად ვიყავი მართლა არ ვიცი. ფერი არის არაჩვეულებრივი, გამორჩეული რაღაცნაირად აი მიყვარს ესეთი უცხო ფერები და შევიძინე ძალიან დიდ ფასტაკლებაზე თუ ორცები 100 € დაჭდა თუ 100 €, როდესაც 200 € ვიღირ სალომონის ბოტასები ალბათ მოგეხსენებათ. საკმაოდ იშვიათია ამ ხელა ფასტაკლებები. გამემართლა ჩემი ზომა იყო დარჩენილი. ეხლა კიდე რაღაც ამონათებს ველოდები და იმასაც აუცილებლად გაგიზიარებ, იმიტომ რომ ვიცი როგორ გიყვართ unboxing-ის ვიდეოები, ამიტომ გაგიზიარებთ ყველა დანარჩენ შენაძენსაც. ძალიან კარგ რაღაცებს ველოდები და ამ შოპინგის ნივთებს ერთ ვიდეოში გავაერთიანებ. ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ესე გამოიყურება. მგონია რომ ეს ჯინსი ძალიან უხდება. საერთოდ არ მახსოვდა რომ მქონდა ეს შარვალი, მილანში ვიყიდე ეს კაუჩი და ჩემი აზრით ძალიან უხდება მსგავს ბოტასებს, სალომონებს განსაკუთრებით. M Studios მაისური მოცვეზევიდან და ეხლა წავედით, თქვენ კი გისურვებთ ბედნიერ დღეს. მეგობრებო, ეხლა გავაკეთე unboxing-ი TikTok-ისთვის და ნახეთ, როგორი რაღაც გამოვიწერე. არიცი არის ესეთი ბრენდი, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ 50%-იანი ფასტაკლება ჰქონდათ და ესეთი მანტო შევუკვეთე დედაჩემისთვის და ჩემთვის Farfetch-დან გამოვიწერე ეს მაისური. როგორც გითხარით, ჩავი პარასკევის თელამ შენაძენს ერთ ვიდეოში გავაერთიანებ და მინდოდა რომ ესენიც ჩამესვა. ზომა არის იდეალური, თან არაჩვეულებრივი შემადგენლობა აქვს, აქლემის ბეწვი და შალი და ყველაფერი ერთად არ ვიცი. მოკლედ 50%-იანი ფასტაკლება არც თუ ისე ხშირი არის ესეთ კარგ მოდელებზე, ამიტომ ძალიან გაგვიმართლა. დიდი ალბათობით დედაჩემს კარგად ექნება. ნუ ამ მაისურზე გავგიჟდი მართლა. ხურდაში გამოვაყოლე ბოტასთან ერთად, მაგრამ თურმე რა კარგი მაისური ყოფილა, დგომა აქვს არაჩვეულებრივი, როგორ მოგწონთ აუცილებლად გამიზიარეთ. ეხლა მომიტანეს ახალი ამანათი, რომელშიც უკვე ჩავიჭყიდე და ვნახე რა ხდება. ეს არის ბრენდი Sunny, როგორი თემატურია თან მზის ჩასვლის ფონზე რა ვიღებ. აი ამ ბრენდის unboxing-ი რო გვაქვს, მოყვება ესეთი dust bag-ი. და გახლავთ კეტები, რომელიც არის ისეთი უცხო და უნიკალური მოდელი, რომ მეტი არ შეიძლება. ფერი იდეალური არის, უბრალოდ აი წინეს ჭრელი რო აქვს ზედმეტად თუ ხედავთ, არ ვიცი. ეგ განიჭებს ზუსტად აი იმ უნიკალურობას და არც ერთ კეტს არ გავს საერთოდ. ეხლა მინდა რომ ჩავიცვა თქვენთან ერთად და ვნახო. ქონდა 70%-იანი ფასტაკლება, ზოგადად საკმაოდ მაღალბიუჯეტური არის ეს ბრენდი და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ 350 € ნაცვლად გამოვწერე 85 € თუ 90 €, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ფასტაკლება არის, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია. ამანათი მაქვს კიდევ ერთი, კინაღამ დავკარგე ეს ამანათი, იმიტომ რომ ვერ იპოვეს მგონი მის სამართი მე წაიღეს ოფისში, არ ვიცი რატო ვერ იპოვეს, არავის არ დაურეკავს ჩემთვის, მაგრამ ხო, ჯერ იმაზე ვიაჭვა, რომ გერმანიიდან ძალიან დიდი ხანი მოდიოდა და ამდენი ხანი არ უნდა დასჭირებოდა. ძალიან გული დამწყდებოდა რომ დაკარგულიყო, რადგან ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდის ჯემპრი გამოვიწერე, მოჰე არის და ისეთი кайფას გამოვიდა თან Black Friday-ზე, რომ ნამდვილად გულდასაწყვეტი იქნებოდა. ძალიან ბევრს ვსაუბრობ, ვიცი ჯობია გავხსნათ და ვნახოთ. აი ესეთი ძალიან ჩვეულებრივი შავი მოჰე არის ჯემპრი არის, ძალიან თბილი იქნება. იანვარში აი ქურთუკის ჩაცმა თუ დამეზარება შემიძლია მაისური და მხოლოდ ეს გადავიცვა და იქნება იდეალური. ძალიან მომწონს, მიყვარს ეს ბრენდი. მართალია ცოტა დიდი ლოგო აქვს უკან, მაგრამ არ ვიცი, მოდელზე ძალიან მომეწონა და ეხლა ჩავიცნობ და გაჩვენებთ. ძალიან შავი არის, სურათში ცოტა უფრო აი ღია შავი ჩანდა. ცუდი არ არის ნამდვილად, მაგრამ რო გითხებთ რომ გავგირსი და გადავირიე, არა, უბრალოდ ძალიან კარგი ხარისხი არის.
უკანაც ესეთი ლოგო გვაქვს. Black Friday-ზე და აი ახალწლად 30%-იანი ფასτα კლებები აქვთ ხოლმე და უკვე ასე თუ ისე ნორმალური ფასი გამოდის, იმიტომ რომ ხარისხი მართლა ძალიან კარგი არის. მეორედ შევეძინე უკვე რაღაცა. მათი ჯინსი მაქვს და ორი მაისური, რომელსაც გიშდები, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯინსი არის და მაისურებიც ასევე, ამიტომ ხო, არ ვიცი, ძალიან მიყვარს ეს ბრენდი, მართლა გულწრფელი რეკომენდაცია. გამარჯობა მეგობრებო, მორიგი unboxing-ით დაგებრუნდით. საოცარი პროდუქტები შევკვეთე და ეხლა მინდა რომ გაგიზიაროთ. აღმოვაჩინე ახალი საიტი და ჩავმოვიდა ამანათი. ძალიან კარგი პროდუქტები მაქვს აქ, ძირითადად მაკიაჟი და თავის მოვალა. Sephora-ს ნაირი საიტი არის და დაგიწერთ აუცილებლად აღწერაში სახელს გადადით აუცილებლად, რადგან იმდენად კარგ ფასებად იყო პროდუქტები, რომ აი მართლა არ ვიცოდი რომელი ერთი გამომეწერა. Sephora-ზე ბევრად დაბალი ფასებია. ერთადერთი პრობლემა ჩემთვის ის იყო, რომ კვიპროსში ბრიტანეთიდან გამოწერა ცოტა პრობლემურია, ზოგჯერ გადასახადები ემატება, ზოგჯერ აგვიანებს იკარგება და ასე შემდეგ. რადგანაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის. თუმცა მგონია რომ საქართველოდან რომ მივთითეთ გადამზიდი კომპანია, არ შეგექმნებათ არანაირი პრობლემა. Half Beauty-ს ქონდა 50%-იანი ფასტა კლება და შევუკვეთე ჩემი საჩუქარი, ჩემი საჩუქრები და მოკლედ დავიწყოთ ახლა. პირველი მინდა რომ გაშვენოთ ჩემი აღმოჩენა და დარწმუნებული ვარ რომ იქნება საოცარი პროდუქტი. ყველა ძალიან აქებს, ამიტომაც რაღაცნაირად აი მთელი გულით ვგრძნობ რომ ჩემ თმას ძალიან უნდა მოუხდეს. როგორც ვნახე, ზუსტად იმას შველის, რაც მიმჭირდება, ეს გახავთ კრემი, რომელიც დაბანის შემდგომ გვიტენიანებს თმას და მე უკვე გავიშოვთ თმას. საოცარი სურნელი აქვს. აი, არ ვიცი, სასწაულია მართლა. ზოგადად ორი ბეს პროდუქციას ძალიან იშვიათად აქვს 50%-იანი ფასტა კლება. და ისე გამიკვირდა, რომ არ ვიცი, კინაღამ მოვიყიდე, უბრალოდ საკმაოდ მაღალ ბიუჯეტური არის. არ ვიცი, აუცილებლად გაგიზიარებთ, როგორი ყოფილი დავრჩები. შემდეგი პროდუქტი არის საოცარი Hourglass-ის პალიტრა, რომელიც დედაჩემს ვუყიდე. ზოგადად ვისაც გიყვართ მაკიაჟი და ელიფებით რაღაცებში გეცოდნებათ, რომ Hourglass-ის პროდუქცია საკმაოდ ისეთი მაღალ ბიუჯეტურია, მაგრამ ამაზეც 50%-იანი ფასტა კლება იყო და ვიყიდი არაჩვეულებრივ ფასად, იმიტომ რომ სულ ხირებულებას არასდროს არ გადავხდიდი ამაში. ესე გამოიყურება, ულამაზესია მართლა. თან არის რაღაც limited edition-ი თუ არ ვწდები, იმიტომ რომ არ მინახავს არასდროს ესეთი გამოშვება. იყო გედი, ირემი, მელია და ჩვენ ირემზე შევაჩერეთ არჩევანი, დედაჩემს ჩავუყრე და ვაჩვენე. დედაჩემი ზუსტად ჩემნაირად არის. მაკიაჟს თითქმის არასდროს არ იყენებს და როცა დასჭირდება და როცა მომუნდება რომ გამოიყენოს, გონია რომ აი ეს პალიტრა იქნება იდეალური მისთვის. რადგანაც ყველაფერი აქ არის, აქ არის ბრონზერი, ჰაილაიტერი, ბლაში, თან არის საკმაოდ მაღალი ხარისხის, სარკეც იდეალური. აი არ ვიცი, მართლა კარგი საჩუქარია, ძალიან ყოფილი ვარ. ახლა შევხვდავ, ვერ დავტესტავ, რა თქმა უნდა. ასევე გამოუწერე ფუნჯი Hourglass-ის. უბრალოდ თავისივე გამოშვების ფუნჯები ძალიან სწრაფად დაიტაცეს და ფიზიკურად აღარ იყო, არადა ულამაზესი იყო ისიც ირმის. მინდოდა რომ მეყიდა, მაგრამ აი ესე გამოიყურება. ეს ძალიან პრაქტიკული და ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და ვაირალ ფუნჯია, რადგანაც Hailey Bieber იყენებდა. ორმხრივი არის. მე მგონი ძალიან კარგი საჩუქარი გამომივიდა. ასევე აქ მაქვს ნუნების სეთი. ზოგადად ძალიან აქტიურად ვიყენებ ნუნების სეტს, თუმცა Body Shop-ით აღარ ვარ მოყოფილი, ძალიან მალე შეჭება და ისევ იგივე მდგომარეობაში მაქვს ნუნები, ამიტომაც აი ამას დავტესტავ, გაჩვენებთ როგორი აპლიკატორი აქვს. და ასევე აქ მაქვს ტუში, რომელიც არის შალოთილბურის და წინაზე ტუშიც მქონდა ასევე შალოთილბურის. ძალიან ცუდი იყო. ისი არ მომეწონა, უბრალოდ როგორ გადავმეგდო, თორე აი ვერ ავიტანე. და ეს არის მათი მეორე ტუში, რომელიც არის რადიკალურად სხვანაირი. ისეთი კარგია, რომ არ ვიცი, ყველას გირჩევთ, პატარა ზომის შევიძინე. ამ ბრენდის კოლბასი საკმაოდ მინიმალური ფასი გამოდის და ზოგადად ყოველთვის სუპერფისობას ვანიჭებ ხოლმე სამგზავრო ზომის პროდუქტებს. გარდა იმისა, რომ მე დიდი ხანი ყოფნის, ფასიც ბევრად ნაკლებია. ასევე ეს ბრენდი, რომელიც შეიძლება ბევრმა იცით, თუ არ ვწდები Seis ეძახიან ხოლმე, არ ვიცი, ეს არის ილუმინატორი, რაღაცნაირად სიბზვინვარეს ანიჭებს, კანს და მგონია რომ ძალიან კარგად გამოვიყენებ მე ამ პროდუქტს, რადგანაც მიყვარს ეგეთი დამატენიანებელი კრემივით პროდუქტები. ეს საკმაოდ ბიუჯეტურია, მინდა აღნიშნო. თუ არ ვწდები 8 ევრო თუ 7 ევრო გამოვიდა,
ფასტაკლები თავან. როგორც გითხარით, მართლა კარგი ფასტაკლები აქვს. ასევე მინდა დავტესტო ესეთი Color Wow ანტიფრიზი სპრეი. ძლივ ჩავაყალიბე. მოკლედ, ამაზეც ძალიან დიდი გამოხმაურებაა TikTok-ზე, სულ ხვდება ხოლმე. დაბანის შემდგომ უნდა შევისხართ, მერე გავიშროთ. ყოველი დაბანის შემდგომ არ არის საჭირო, რამოდენიმე დაბანას უძლებს, ესე უწერიათ. გონია რომ ეს დიდხანს მეყოფა, რადგანაც უკვე ის პროდუქტიც მაგორი ბესი, ესეც მაქვს, პლუს კერასტასის რაღაც პროდუქტები მაქვს და არ მინდა ყველაფერი ერთიანად დავიდო. შევანაცვლებ ხოლმე კვირაში ერთი დღე ამას, კვირაში ერთი დღე იმას. და მოკლედ როგორც მივხვდით, აქტიურად ჩართული ვარ ამ ბრძოლაში, ჩემი თმის მოყოჩაღება მინდა, გაჯანსაღება მინდა, რადგანაც დავიღალე ამნესტიან გარემოში, აი აუტანელი არის მართლა. სულ ეს იყო მეგობრებო, დამიწერეთ როგორ მოგწონთ, გადახედეთ ამ საიტს აუცილებლად და დოდებით კომენტარებში.